გუშინდელი ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო ირანისთვის. ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ირანული ციხეებიდან პატიმრები გაიქცნენ. ასობით პატიმარი თეირანში მდებარე რევოლუციური გვარდიის ციხეებიდან. მას შემდეგ გაიქცა, რაც ციხე ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა, რის შემდეგაც პატიმრებმა შემთხვევით ისარგებლეს და ციხიდან გაიქცნენ. თეირანის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ვიდეო მასალებს, როგორ გარბიან ხამეინის რეჟიმის მოწინააღმდეგე პატიმრები თეირანის ქუჩებში. ისრაელმა იერიში მიტანა ირანის სამხედრო ობიექტებზეც. ისრაელის თავდაცვის ძალების სარადარო მონაცემებს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ ანადგურებს ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებს. თავდასხმა განხორციელდა ქაშაში მდებარე ბალისტიკური რაკეტების ბაზაზეც განადგურდა მიწისზედა რაკეტების გამშვები და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ იერიში მიიტანეს ნატანზეს ურანის გამდიდრების ობიექტებზეც. ამ დროისთვის კი 10 ირანელი მეცნიერია ლიკვიდირებული, რომელიც ბირთვულ იარაღზე მუშაობდნენ. ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. ფიქრობ, ჩვენ ისინი ძალიან დიდი ხნით უკან დავწიეთ. არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო. ისრაელმა დაარტყა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტს: ნატანს, ისფაჰანსა და ფორდოს, ასევე რამდენიმე წამყვან მეცნიერს, რომლებიც ბირთვული კვლევა განვითარების სფეროში იყვნენ ჩართულნი. ზიანის მასშტაბი თანდათან თვალსაჩინო ხდება. ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს. მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ, ამას ირანიც კარგად ხვდება. ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს. პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს მარადიული ომი სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია. ისრაელის ქალაქებში გუში მთელი ღამის განმავლობაში სირენების ხმა ისმოდა. ირანმა ისრაელზე თავდასხმების მე-9 ტალღა დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა. ისრაელის ქალაქების მიმართულებით ირანმა 20-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ცახალმა ირანული რაკეტები ჰაერშივე გაენეიტრალა. ირანული საინფორმაციო სააგენტოები უწყებიან, რომ ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ჩრდილოეთით ქალაქების ჰაიფასა და თელ-ავივის მიმართულებით. თუმცა რაკეტების უმრავლესობა სამიზნე წერტილებს ვერ მიაღწია. საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს და მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე რაკეტა მაინც მოხვდა დასახლებულ პუნქტებს და ერთ-ერთი რაკეტა დაეცა ცარიელ ავტობუსსაც, თუმცა მიმდინარე პერიმეტრზე რამდენიმე ისრაელის რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის. ირანს შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერა. მე ვუთხარი, რომ უნდა გაეფორმებინათ. როგორი სამწუხაროა და ადამიანთა სიცოცხლის როგორი გაფლანგვა. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება. ამას ბევრჯერ ვიმეორებდი. თეირანიდან ევაკუაცია ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. ისრაელმა გუშინ დაარტყა ირანის სახელმწიფო ტელეარხის სტუდიასაც. თავდასხმის დროს დაიღუპნენ ახალი ამბების რედაქტორი და ადმინისტრაციული თანამშრომელი. ირანის პროპაგანდისტულ არხზე თავდასხმის გამო ირანმა ისრაელის ორ უმსხვილეს ტელევიზიაზე თავდასხმა დაანონსა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ცნობა ტელეარხებზე განხორციელებული იერიშის შესახებ. ასევე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ლიკვიდირებულია ირანელი კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. გავრცელდა ფოტო
მასალაც ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ალი შადმანია ლიკვიდირებული, რომელიც ამ თანამდებობაზე ზუსტად 3 დღის წინ დაინიშნა, როდესაც მისი წინამორბედი ალი რაშიდი ისრაელის თავდასხმების დროს განეიტრალდა და ახლა ისრაელმა სწორედ ალი შადმანზეც მიიტანა იერიში, რის გამოც უკვე გენერალ-მაიორი არის ლიკვიდირებული. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას ირან-ისრაელის ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანის ტერორისტულ რეჟიმს, რომ შეწყვიტოს თავდასხმები ისრაელზე და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკება. ერთადერთი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, როდესაც ირანი ოფიციალურად იტყვის ბირთვული იარაღის გავრცელებლობაზე და ირანი აღარასდროს აწარმოებს ბირთვულ იარაღს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებით, დიდი შვიდეული და ასევე ევროკავშირიც ფიქრობს, რომ ირანი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს რეგიონში და ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც იმ შემთხვევაში, თუ ისე გააგრძელებს ბირთვული იარაღის წარმოებას, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდების მიუხედავად ჯერჯერობით ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია ხამეინის რეჟიმისგან, რომ რას აპირებენ და აპირებენ თუ არა დათმობაზე წასვლას ჯერჯერობით არ ვრცელდება.